და რა თემაზე ვისაუბრეთ ამას ახლა მოგახსენებთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ვეფხის ტყაოსნის უნიკალური ალბომი გამოიცა. და ამ ალბომში შესულია ხელნაწერები მთელი მსოფლიოდან თუ შეიძლება ასე ითქვას და რა თქმა უნდა მინიატურებიც და ჩვენი გადაცემის სტუმარია ალბომის რედაქტორი და ერთ-ერთი ავტორი ბატონი ბაჩი კეკელიძე დილომშვიდობის დიდი მადლობა რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. პირველ რიგში კეკელია მხოლოდ. კეკელია. უკაცრავად ეს ჩვენი შეცდომა არის ესე მოგვაწოდეს ინფორმაცია. საინტერესოა ამ ალბომში შესული ხელნაწერების მოპოვება რამდენად მარტივად მოხდა შეგროვება, რამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდით საერთოდ მის გამოცემაზე? როგორ გითხრათ, ახლა მოპოვება და შეგროვება რა, ეს მოპოვება და შეგროვების პროცესი ძალიან დიდი ხნის უკან დაიწყო, ზოგადად ჩვენ არ დაგვიწყდა მე-19 საუკუნეში დაიწყო და თვითონ ალბომს რაც შეეხება ვინაიდან მთელი მსოფლიოდან შევიდა, ხო, ხელნაწერები იყო რაღაცა გარკვეული კომუნიკაციის, სირთულეს ვერ დავარქმევთ, მაგრამ რაღაცა პრობლემები რომ დროზე ჩამოგსვლოდა ის დიგიტალური ვერსიები, რომელიც უნდა გამოქვეყნებულიყო ამ ალბომში. თავად ეს ალბომი ეძღვნება 1712 წელს დაბეჭდით პირველ ნაბეჭდ ვეფხის ტყაოსანს 300 წელი შესრულდა, ხო? იმ დროიდან გავიდა 300 წელი და აი ამ ფაქტს მიეძღვნა. ეს პირველ ნაბეჭდი თვითონ მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ ჯერ ეგეთი სტამბა მისის იყო ფეხი აიდგა. ეს იყო პერიოდი, როდესაც ქართლის სამეფოს უჭირდა, ლხინის პერიოდი არ იყო, კულტურა ცოტ-ცოტა დაიწყო აკმავლობა და თვითონ როგორც მოვლენა მნიშვნელოვანი იმიტომ იყო, რომ ეს არის პრაქტიკულად ვეფხის ტყაოსნის მეცნიერულად გამოცემის პროცესში პირველი შემთხვევა. იმიტომ რომ ეს არ იყო მექანიკურად აღებული, თქვათ, რაღაცა ტექსტი და ის გამოცემული. ვახტანგ მეექვსემ და იმ ჯგუფმა, რომელიც ამ გამოცემაზე მუშაობდა თავის დროზე, ძალიან დიდი საქმე ჩაატარა იმასთან დაკავშირებით, რომ გაეწმინდათ რაღაცა გვიანი ჩამატებებისაგან და ინტერპოლაციებისაგან, სხვა პირების მიერ ჩამატებული ფრაზებისაგან ის პირველადი ტექსტი მაქსიმალურად დაეახლოვებინათ ორიგინალთან. ბატონობაში რამდენი ხელნაწერი შედის ამ ალბომში და მაინტერესებს ყველაზე ძველი რომელია, მაგალითად თუ გაქვთ თქვენ ცნობები. 164 ხელნაწერი შევიდა დღესდღეობით არის სახეზე 164 მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა არ გამოვრიცხავთ იმას, რომ მომავალშიც აღმოჩნდეს განსაკუთრებით კერძო კოლექციებში. ახლა მისი პროგნოზირების საშუალებას ის გვაძლევს, რომ თვითონ აქაც ამ ჩვენს ალბომში შევიდა რიგი ისეთი ხელნაწერები და ძველნაბეჭდი წიგნის ისეთი ეგზემპლარები, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო. შესაბამისად არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალშიც აღმოჩნდეს. რაც შეეხება ძველ ნუსხას, სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს მე-16 საუკუნეზე ადრეული. ყველაზე ადრინდელი ეს არის მე-16 საუკუნის ნუსხა შემონახულია მხოლოდ ორი ფურცლის სახით. ერთი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, მეორე ახალციხის მუზეუმში. და შესულია უკან ერთვის მან კატალოგი, თითოეულ საკატალოგო ინფორმაციას, ან ხელნაწერს აქვს. აი მე ხალხში მიჭირავს და მოდი მაყურებელსაც ვანახოთ, ხო? და მე მინდა ასევე ილუსტრაცია ვაჩვენო, თუ შეიძლება. რა თქმა უნდა, შეიძლება. მაინტერესებს სად დაიბეჭდა ეს ალბომი აქ საქართველოში? საქართველოში არ დაიბეჭდა, ავსტრიაში დაიბეჭდა. ძალიან მაღალი პოლიგრაფიული შეიძლება ჩვენ ოპერატორს ხოვრო აჩვენოს. ეს ვახტანგ მეექვსეს დროინდელი გამოცემაც, ანუ არა მარტო ხელნაწერები შევიდა, ხო? რადგან რარიტეტს წარმოადგენს უკვე თვითონ იმ დროინდელი გამოცემაც, როგორც ვიცით, ესეც და დანერთის სახით ამ ალბომს აქვს ძველნაბეჭდი წიგნის აღწერილობა და სულ ეს ძველნაბეჭდი დღესდღეობით არის 20 ცალი, ანუ ხელნაწერებზე ნაკლები. და თავის დროზე ამას ისეთი რეზონანსი მოყვა ამ გამოცემას, რომ უკვე 1712 წლის შემდეგ ძალიან ბევრი ნუსხა იწერებოდა არა ორიგინალიდან, არამედ ვახტანგის გამოცემიდან და ასე ვრცელდებოდა შესაბამისად სატანელ გზითებში და ასე შემდეგ. რაც შეეხება მინიატურებს. ხო, ძალიან ბევრი მინიატურა. და ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი. სხვათა შორის მე როგორც ვიცი, არა მარტო ხელნაწერებია ამ წიგნში, ხო? ხო, აი ახლა ვისაუბრეთ სწორედ ამ თემაზე. შენეთყობა ისე გაერთე და თვალიერებაში რომ გამოტოვე. რაც შეეხება მინიატურებს, ამაზე ვისაუბროთ, შეიძლება. როგორც უკვე აღნიშნეთ, არის ყველა მინიატურა შესული, ყველა ხელნაწერი რაც დღეს მსოფლიოშია, ესე იგი მოხატული, მხატვრულად შესრულებული ვეფხის ტყაოსანი ჩვენ გვაქვს სულ 10. ამ 10-დან 2 იყო დაცული საქართველოს ფარგლებს გარეთ, ბრიტანეთში, ბოდლეს ბიბლიოთეკაში, ეს იყო ვორდროპი 17 და ვორდროპი 27, რომლის ყველა მინიატურაც აქ არის გამოქვეყნებული და ქვეყნდება სრულყოფილად პირველად. მათ შორის არის ძალიან პატარა ფრაგმენტები, ისინი ჩავრთეთ, იმიტომ რომ ხელნაწერის ნაწილია და შესაბამისად ჩვენი ისტორიის ნაწილი.
რაც შეეხება დანარჩენ მხატვრულ შესრულებულ ნუსხებს, ერთი არის, რომელშიც მინიატურები არ არის, მაგრამ იმდენად ძვირფასი აშიებია მოხატული, ეს არც ერთი ერთმანეთს არ იმეორებს, იქიდანაც შევიდა რიგი ნიმუშები და მინიატურები სრულყოფილად არის. განსაკუთრებით მაღალმხატვრული, ნუ ხეს პირობითია მაღალმხატვრული ღირებულება, როდესაც ვამბობ, იმიტომ რომ თქვა ერთი ჯგუფი ხელნაწერებისა უფრო რაღაცა მინიატურებისა მოდის უფრო ხალხური მოტივები იგრძნობა, განსაკუთრებით თავაკ არაშვილისეული ვეფხისტყაოსანი და მას თავისი მხატვრული ღირსება აქვს და არის წერეთლისეული ვეფხისტყაოსანი, რომლის მინიატურების მე-17 საუკუნით თარიღდება, ძალიან დიდია სპარსული გავლენა მასში, იმიტომ რომ შესაბამისად მაშინ სპარსეთი იყო აღმოსავლეთ საქართველოსთვის და ზოგადად აი მახლობელ აღმოსავლეთში ერთ-ერთი ტონის მიმცემი მაშინ აქ კულტურაში. თუმცა კალკირებული ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ თანამედროვე სპარსულ მინიატურებში მოქმედება ხდება თვითონ კომპოზიცია მარჯვნიდან მარცხნივ, ანუ ისე როგორც ისინი წერენ. და აქ არის საპირისპიროდ მარცხნიდან მარჯვნივ. თან იცით იქ ისპაჰანური სკოლისთვის დამახასიათებელი ის გამოკვეთილად მონღოლური ტიპით ცოტა შერბილებულია. არის რაღაცა კამარებში ჩასმული, რომელიც იქ გავრცელებული არ იყო და ყველაზე მეტად მკაფიოდ ახასიათებს ერთ-ერთი მინიატურა, რომელიც არის ქართული შესრულებული, იქ გოჩს წვავს, მოკლედ ახლა სპარსულ მინიატურაში კალკილებული გამორიცხული. სხვათა შორის მაინტერესებს როგორ მოხდა ხელმიწვდომა თუ მაგალითად საზღვარგარეთ აი ამ ძალიან ბევრი მასალისა ხელნაწერებისა, იყო თუ არა ვინმე შუამავალი ან თქვენ როგორ მიაწვდით აი ამ მასალასთან? იცით როგორ ჩვენ გქონდა ინფორმაცია ცხადია ამ სად ინახებოდა ისინი და ხა კომუნიკაციების გლობალურ სამყაროში ხარ არის ამის პრობლემა. მით უფრო რომ ესენი არის დაცული არა კერძო კოლექციებში, არამედ დიდ წიგნსაცავებში, თქვათ, იგივე საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, ჰოუქტონის ბიბლიოთეკა, რომელიც ჰარვარდს ექვემდებარება, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტი, ასევე რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, მოსკოვის ლიტერატურის არქივი და ასე შემდეგ დიდი ინსტიტუციებია და მათთან კონტაქტი არ არის პრობლემა ამ პრინციპში. და ხელმისაწვდომი იქნება ალბათ, ხო ეს? ტირაჟი რამდენად დიდი ტირაჟი? ტირაჟი იყო 1200 ცალი. თუმცა გაყიდვაში ალბათ უფრო ნაკლები იქნება, იმიტომ რომ რაღაც სასაჩუქრე ლიმიტი ყოველთვის არსებობს. კოლექციონერია, ვიცი ადამიანები, რომლებიც ვეფხისტყაოსანს აგროვებენ და ძალიან ბევრი აქვთ მათ სახლში და ალბათ ეს ერთ-ერთი მათ კოლექციისთვის ერთ-ერთი რა თქმა უნდა ყველასთვის დარწმუნებული ვარ. და ანუ როდის შეიძლება ამ ყველაფერს შეძენა, როდის ექნება ხელმისაწვდომი პრეზენტაცია იყო გუშინ ამ წიგნის და იყო ასევე გამოფენა, ყველა ორიგინალი იყო გამოფენილი ხელნაწერების და ნუ გუშინ დღის შემდეგ უკვე შეიძლება ამის შეძენა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ძალიან კარგი, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ხოლოდ ანუ წიგნის მაღაზიებში არ იქნება შესაძლებელი შეძენა. ჯერ არ არის და სავარაუდოდ ალბათ არც იქნება. მოდი კიდე ერთხელ ჩვენ მაყურებელს ეგნე. ვაჩვენო ჩვენ მაყურებელს თუ შეიძლება ილუსტრაციას, მე მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენი სტუმარი იყო ბატონი ბაჩი კეკელი ხო ეს ჩვენ ხისტომა იყო და კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ვეფხისტყაოსნის ახალი უნიკალური ალბომი გამოიცა და ეს ალბომი დღეს ჩვენ ვიხილეთ პირდაპირ ეთერში, ასევე ვისაუბრეთ. წარმატებებს გისურვებთ და იმედია ყველა ინოვაცია და წინსვლა, რომელსაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ასე ვთქვათ გააკეთებს, ჩვენ გვეცოდინება და გვერდზე დაგიდგებთ. და რა თქმა უნდა ძალიან მალე შემდეგ დავბრუნდებით და დავბრუნდებით გათამაშებით, ასე რომ იჩხარეთ ზუსტად 9 საათზე უნდა დარეკოთ. მე შევახსენო თუ შენ შევახსენე? ბატონო შევახსენე. 55 80 80, ასე რომ დარეკეთ, იაქტიურეთ და იჩქარეთ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი პრიზები გელოდებათ წინ. დროებით.